ნახეთ, მოლდოვა არის DST-ის წევრი. თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ არის დღემდე მოლდოვა DST-ის წევრი? მისი უსაფრთხოებისთვის ამ ეტაპზე ალბათ ეს ასეა გადაწყვეტილი, მაგრამ ეს თავარი გარანტი უსაფრთხოების დღეს არის დასავლეთი. არა, რა უსაფრთხოებისთვის, ანუ DST-ში წევრობა მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ რუსეთიდან ჯგუფებთან კავშირი და მეგობრობა არის თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოსთვის და მათ შორის ქართული ოცნებისთვის, რომელიც ხელისუფლებაშია და რომელსაც ეკისრება დღეს თავარი პასუხისმგებლობა. მეორე კითხვა მინდა დაგისვათ, ამიტომ გეკითხებით. DST-ის წევრად რატომ რჩება? პასუხი შეკითხვაზე. არა, მოლდოვა რატომ რჩება DST-ის წევრად? როდის იყავით თქვენ ოლაფ შოლცს რომ ეთანხმებოდით, რომ ლისაბონიდან მოლდოვაზე მიბასუხეთ და მე გაგცემთ ამაზე პასუხს, იმიტომ რომ მოლდოვა არის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს ევროკომისიის ძალიან დიდ სიმპათიებს, ქვეყანა, რომელიც მოახერხა და ჩაატარა მის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი სამიტი, სადაც იყვნენ ჩასული სოფლიოს ლიდერები, შორის საქართველოს პრემიერიც რომ იყო და რომ ვერ შეხვდა ზელენსკის და ვერ შეხვდა. ნახეთ, მოლდოვა არის DST-ის წევრი. თქვენი ახსნა მაინტერესებს. რატომ არის მოლდოვა DST-ის წევრი? უსაფრთხოება თქვით, ნუ ეგ სასაულია საერთოდ, რას ქვია, ანუ რუსეთისგან იცავს თავს DST-ის წევრობით, რა იგულისხმება? მე მაინტერესებს ჩემ შეკითხვაზე პასუხი ამ შემთხვევაში. თქვენ რატო არ მაცნობთ იცით პასუხს? რომ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. რაზე არ არსებობს იცით პასუხი? მოლდოვა არა, რაზე არ არის პასუხი გეტყვით. მოლდოვა რჩება DST-ის წევრად, DST ხო იცით რაც არის. ეს არის რუსეთის ქოლგის ქვეშ არსებული მთავარი სახელმწიფოთა შორისი გაერთიანება. საბჭოთა კავშირის აღდგენა იყო მოაზრებული ამ DST-ის ქვეშ. მოლდოვა დღემდე არის DST-ის წევრი ქვეყანა. და არავინ არათუ არ ახსენებს ამას მოლდოვას. საყვედურიც კი არ უთქვა. რა პრორუსული და ამ შემდეგ. საყვედურიც კი არ უთქვამთ მოლდოვისთვის ამასთან დაკავშირებით. ამის ახსნა რა არის თქვენთვის? ჩვენ სანქციები ხო არ დავაწესეთ, გახსოვთ რამხელა კამპანია იყო ამაზე. მოლდოვამ დააწესა სანქციები რუსეთისთვის. არ დაუწესებია. მოლდოვას აქვს პროევროპული პოლიტიკა და იმასაც რომ ნახეთ ჩვენ საყვედურებენ განაცხადა რომ შესაძლებელია გადახედოს DST-ში მისი ქვეყნის არსებობას და გადახედვა არ მაინტერესებს ერთი დღე უნდა ამ გადაწყვეტილების თქვენ მე ვიპასუხეთ ჩემს შეკითხვაზე მოლდოვას თავიდანვე ჩემი პასუხი ეს არის ჩემი პასუხი ეს არის ნახეთ მეგობრებს როდესაც კარგავთ დასავლეთში ეხმარება თუ არა ეს კანდიდატის სტატუსის თქვენ არ გინდათ ამ დასკვნის გამოტანა მაგრამ საზოგადოება გამოიტანს ამ დასკვნას ნახეთ შეიძლება მიპასუხოთ შეკითხვას პასუხობთ მე მოლდოვა რაშუაში მანიპულაცია ეს სიტყვები წერა მაგრამ საინტერესოა საზოგადოებამ გაიგოს პასუხობთ თქვენს და საზოგადოებას კანდიდატის სტატუსი და ჩვენი თაობის პრივილეგია შეიძლება ეს გახდეს თუ კი პასუხობთ თქვენს და საზოგადოებასაც დაიკარგოს ეს პრივილეგია პასუხობთ თქვენს და საზოგადოებასაც მოლდოვა რჩება DST-ის წევრი ქვეყანა დღემდე. მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს არ გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ეს მეორე. მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. ეს მესამე. რა შუაში, ანუ არ შეიძლება რა. ესე იგი, ნახეთ, არ მომთავრებინებთ, იმიტომ რომ არ გინდათ საზოგადოებამ გაიგოს იმართვა. 78 პუნქტის. თქვენ არ გინდათ რომ საზოგადოებამ გაიგოს იმართვა. კონსტიტუციური უმუშავებდა საქართველოს ევროინტეგრაციას. თქვენ არ გინდათ რომ საზოგადოებამ გაიგოს იმართვა. მაგით არ მომთავრებინებთ. ამ თემაზე გააკეთოთ კონცენტრირება ყურადღების ახლა არ მომთავრებინებთ. ნახეთ, რას გეუბნებით. მოლდოვა არის DST-ის წევრი, სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ და ნატოში არ შედის კონსტიტუციის თანახმად. ამის მიუხედავად დღემდე თქვენ გახსენდებათ ერთი საყვედური, რომელიმე ევროპარლამენტარის მხრიდან, ევროკომისიის მხრიდან მოლდოვის მიმართ. არც კი გაუხსენებიათ, შეუხსენებიათ ეს ფაქტი მოლდოვისთვის. რატომ იცით? იმიტომ რომ საქართველოს მიმართ არის სხვა ინტერესი, ვიდრე მოლდოვის მიმართ. და აქ სიღრმეში აღარ მინდა შევიდე.